მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ გასტროკატს. დღეს ვიმყოფებით ია კარგალეთელის 11 ნომერში სასოსისე ქილებში. მოდი შევიხედოთ და ვნახოთ როგორია რეალურად სასოსისე ქილები. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი შემხვდა ამ რესტორანზე და მეც ძალიან მაინტერესებს ეს. მოდი შევიხედოთ და დავიწყოთ ვნახოთ, დაგათვალიერებთ გარემოს და საერთოდ ყველაფერს. მაინტერესებს საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა ზოგადად და თან ადგილიც მომეწონა სხვათა შორის, ანუ ისეთია რომ ისადგომელია რა, ანუ არ არის ისეთი რომ მაგალითად რაღაც დაგჭირდეს რაღაც გამოძახება ტაქსის დროს შორს წახვიდე, მეტროსთან ახლოს არის და ანუ კომუნიკაციაც მოკლედ ის არის რა, ახლოს არის ყველაფერი რა და იდეა როგორ გაგიჩნდათ მოკლედ რა. ბატონო, ცოტა გვიან გადაწყდა ადგილის საკითხი, მაგრამ იდეა იყო რომ აი ჩვენ მეგობრები ხშირად ერთად ბევრ სხვადასხვა ობიექტზე დავდიოდით, ეხლა უკვე ნაკლებად, იმიტომ რომ აქ ვართ საქმეში ჩართულები და იყო მუდმივად ერთი და იგივე პრობლემა ჩვენთვის, რომ დრო არ ქონდა იმდენი, რომ შეკვეთა გაკეთებულიყო ანუ დავლოდებოდით ამ შეკვეთას 40 წუთი მერე სანამ შეჭამ სანამ რაღაცა და სულ გვინდოდა ისეთი ადგილი, სადაც რაღაცა უცებ მალე და გემრიელად შეჭამდი და შენ საქმეს გააგრძელებდი. ასევე ხა არ დავმალავ და დალევასთანაც არა გვაქვს ისეთი ცუდი ურთიერთობა და ამ პახმელიის თემაზეც რაღაცა ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე, ნაბახუსებზე სად შეიძლებოდა რომ მივსულიყავით, რომ არ ყოფილიყო ისევ აი ეს რაღაცა ლოდინის პროცესი რომ გადარჩე მაგას. უცებ გინდა თან ხა შეხედავ და დიდი მენიუ უნდა წაიკითხო, გადაწყვეტილებები მიიღო, ჩვენ შევეცადეთ რომ ყოფილიყო აი მალე სწრაფად და თან აუცილებლად ძალიან გემრიელი რა და მივედით აი ამ კონცეფციამდე, რასაც ქვია ეს სასოსის. მოდი ვნახოთ რა გვაქვს. ესე იგი მოვიდა ჩვენი სოსისი. აი სუნები მოდის. მოდი ავიღოთ. ორი და ავიღოთ. მოდი ყველანაირ სოუსს გადავიღებ. ვეთ გადავიღეთ სოუსებიც. დავიწყოთ. ესე იგი თუ ხარ ნაბახუსებზე იდეალური ადგილია გამოსასვლელად რა. სხვათა შორის მჟავი როგორც მითხრეს ადგილზე მზადდება. ძალიან გემრიელია მართლა. აი სტაფილოს მჟავე მომეწონა ძალიან. შეგეძლო. საიკოლეული სტაფილო. ხო, ანუ რაღაც კარგად არის შეზავებული, აქ გემოები აქვს ძალიან ისეთი რა. სოსისი ძალიან გემრიელია. ეს რომელი სოსისია? ეს არის მიუნხენური სოსისი. შეზავებულია ორეგანო და ქინძით. არის მოხარშული. ნახევრად. შეგეძლო ჩვენ წავ. აუ ძალიან გემრიელია. მართლა ძალიან გემრიელია. აი მოდი ამ სოსისს გადავიღო. და იცი რა მაინტერესებს? სოუსები მაინტერესებს. სოუსები ჩვენთან არის გამზადებული, საწებელიც, ტომატის საწებელი, იმერული ხასიათის. წვანე მარილი გვაქვს, რომელიც რეალურად არის პესტოს სოუსი ქართული და ნდოგვიც რა თქმა უნდა ჩვენთან გამზადებული არის, სპეციალურად როგორც უბრალოდ იცი რა მაინტერესებს ეს ამას ნიგოს არ უშვებთ ან ეს განსხვავება აქვს მეგრულ ლაჯიკასთან. ხოლოდის რა ბიგოზე არ აქვს. ხო. არა იგივე. ხო. გიორგი, მოდი შენს გადაიღე სოსის გასინჯე. შენი ისე გასინჯული, მაგრამ კი რა თქმა უნდა. აუ გადაღებული მქონია და მეორე გადავიდა. მოდის, კარგია, ანუ არ არის გაზირებული. ისმის? აი მაგას მოხსოვს ყურადღებას, იმიტომ რომ ცი არის ბევრისგან მსმენია, რომ ანუ როდესაც გაზი აქვს ლუდს, რაღაცას მალავენო რა, ანუ გაფუჭებულ თუ რაღაცა არ ვარ ლუდში ხო, თუმე გაზი, ასე ვთქვათ, როდესაც მეტი აქვს ხო, იმ გაფუჭებულს, ასე ვთქვათ, გემოს იმაშვება, მოკლავს რა. იდეაში ჩემი კარიერის განმავლობაში ლუდთან და ვინოსთან მიწევს ერთად ჩახება მე ბარბერი ვარ და ჩამოსასხლე ლუდს, რომელიც არის ადგილზე დამზადებული, არ არის იმპორტირებული, ყველას აქვს დაბალი გაზი.
დაბალი გაზი ნიშნავს იმას, რომ ეს ლუდი ბუნებრივადაც დუხს და აქვს თავისი ბუნებრივი გაზი, ეხმარება ასევე CO, მაგრამ მაღალგაზირებული ლუდების როგორც აღნიშნე, ეს ან ცუდის ნიშანი არ არის. უბრალოდ აქვს ამ ლუდს ესე იგი რაღაც გემონური ნაკლი, რომელსაც გაზი გადაფარავს მხოლოდ და ეს გაზიანობა მე უფრო ეს სიგრილის შეგრძნებას გაძლევს და ფსიქოლოგიურად აღარ ფიქრობ უკვე არომატზე, ხო? შენ თუ დააკვირდი, ვაიო, ძალიან ესეთი არომატული, ბალახეული არომატი მოყვება ამ ყველაფერს და ჩემი ფავორიტი ლუდია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ლაგერებში და თან სხვა შორის ძალიან უხდება სოსის. მოხარშული სოსი გასინჯი ალბათ. ხო, ჩემ დოქტორთან ერთად ეს ის მდოგვია. პირდაპირ ცხელში რომ კი. ანუ სამივე გადავიღე, საწებელის გადავიღე, ქართული პესტოს გადავიღე და დოგვის გადავიღე, მაგრამ აი, რა თქმა უნდა, ეს მიუხედავი, ხო? ძალიან გემრიელია რა. ძალიან კარგი რამე. ანუ თან ნაბახუსებზე რო ხარ, ხო? ამან ბევრს ვერ შეჭამ, წარმოიდგინე რა. და გადაღები და მეგობრებო, მიუხედავი სეტი იქნება მენიუში რა. ანუ აქ არის ორი მიუხენური სოსისი, კორეული სტაფილოს წნილი, ასევე კომბოსტოს წნილი, კახურიზეთი ჩეზავებული და კომბოსტო და ნუ რა თქმა უნდა მოხარშული კარტოფილი და ზემოდან როგორც ხედავთ კამა. და შორის კაი კომბინაცია რა, ძალიან მომეწონეს კომბინაცია. და ნუ აქ წნილი მაქვს კიდევ აღებული და სოსისები კილებში, რა თქმა უნდა, ნუ ეს სახელიც რა ქვია, სასოსი კილებში, ხო? ძალიან საინტერესოა. ხო, ანუ კონცეფცია. ანგარიშიც სხვათა შორის რომ დაასრულებთ მითხრას, ანგარიშიც მოდის კილაში. ლამაზად ჩადებული. მაქსიმალურად ვთქვათ, კილები გამოვიყენოთ ყველაფერში, ხო? მოკლედ გიო, ძალიან საინტერესო ადგილია, ძალიან გემრიელია პირველ რიგში, არ ვიცი. მარტო არ მინდოდა მეგობრებო, იმიტომ მოვიწვიე გიორგი. გიორგი, როდესაც მოხვალთ, აქ ხდებათ აუცილებლად ბარმენია. რა გიმასპინდებათ ლუდით, სასმელით და ანუ ერთი სიტყვით, კარგი ადგილია რა, აი მართლა ჯიგრული ადგილია. ბავშვები შეგიძლიათ მოიყვანოთ მეუღლეც და ანუ მოკლედ აი ჯიგრულად შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაждეთ, შეჭამოთ და ნუ ასე. სხვა შორის პატარები აი ხშირად აიძულებენ მშობლებს და მოყავთ ხოლმე მამებს, რომ სოსისი უნდათ. ხო, ჯიჯი მინდა და აი მაღაზიაში მაგალითად აი ეს სოსისები ვაკისგან რაც მოგვაქვს ჩვენ ეს არის გასტროსოსისები, რომელიც მაღაზიაში შეიძლება ვერ ნახო. თუ ძალიან კარგად არ მოძებნი და კონტაქტებსაც არ გამოიყენებ, ამათი ეს ყოველდღიურობაში მოხმარება არ ხდება და ეს არის კიდევ ერთი გარანტია იმის, რომ ჩვენი ხარისხი მაღალია რა. რა თქმა უნდა, არც ბავშვებს არ შეუშინდებით, ნებისმიერ გემოვნებაზეა გათვლილი. ცხარია და ფერი არ არის, ამიტომ გვაქვს ცალკე ჩვენ. წინაკაც მარილიც, პილპილიც, ყველამ თავის გემოვნებით შეუძლია შეაზავოს და შესაბამისად პატარებისთვისაც არ არის საშიში, რომ მაგალითად წარი არ იყოს. ან რაღაც მარილიანი არ იყოს ძალიან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ზრუნავთ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არა მარტო ნაბახუსებს, არამედ უბრალოდ ლანჩზე შეიძლება გადმოხვიდე და ოფისში იმუშაობ. 15 წუთი გაქვს, რატომ საცხობში და რატომ სხვაგან რიგში დგომას 10 წუთზე ნაკლებ დროში დაახლოებით და მაქსიმუმ 1 საათი და შეგიძლია დაუბრუნდე შენ სამუშაო გარემოს რა. მოკლედ მეგობრებო, აი როგორც ხედავთ. გიორგი ყველაფერი აგვიხსნა დეტალურად. საინტერესო ადგილია. ბევრს აღარ შემოვიფარგლები ქებით და შეგიძლიათ თქვენც ეწვიოთ ამ რესტორანს. რესტორანი, კაფე, ბარი, არ ვიცი რომ თავშეყრის ადგილი შეგიძლიათ დაუძახოთ. მდებარეობს მარჯანიშვილზე, ია კარგალეთელის 11 ნომერში. ვიდეოს ქვემოთ იქნება ლინკი აღწერაში და შეგიძლიათ ეწვიოთ და ნუ მოკლედ შემდეგ შეაფასოთ. თქვენ კი აუცილებლად არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის კონტენტი აუცილებლად გავაგრძელებ. ხო, მოკლედ ეს არის და ამით დაგემშვიდობებით ერთი სიტყვით რა. აბა დროებით.